მოგესალმებით, მე ვარ თეონა ბაღდავაძე და ეს არის ჩვენი YouTube არხი უმრავლესობა და ჩემი გადაცემა პროპაგანდის პირისპირ. დღეს როგორც ყოველთვის ვისაუბრებთ აქტუალურ თემებზე, რაც ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მოხდა და ვეცდები რომ მარტივად აგიხსნათ თუ რა იდგა იმ განცხადებების თუ იმ ქმედებების უკან, რასაც ვხედავთ ქართული ოცნების წარმომადგენლებისგან. დავიწყოთ იქიდან რომ ქართულ მოოცნებამ გაიჩალიჩა. გუშინ იყო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღე ქართულ-ამერიკული ურთიერთობების მიმართულებით. ოღონდ მნიშვნელოვანი ჩვენთვის და ქართული ოცნებისთვის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მძიმედ გადასაგორებელი დღე, როდესაც ამერიკის სენატში ოფიციალურად შევიდა კანონპროექტი, რომელიც თავდაცვის კომიტეტს ავალდებულებს, რომ გამოიკლიოს საქართველოში მზარდი ირანის და ჩინეთის გავლენები. რას ნიშნავს ეს ყველაფერი ქართული ოცნებისთვის? ქართული ოცნებისთვის ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ წინა შეფასებებიდან განსხვავებით, სადაც ძირითადი ამოცანა იყო ადამიანის უფლებების დარღვევა, პოლიტპატიმრების ან მედიის თავისუფლება და არჩევნების მიმდინარეობაში არსებული ხალხურეზები, დღეს უკვე ოფიციალურად დასტურდება, რომ საქართველოში მზარდია ამერიკის ორი ყველაზე დიდი მტრის, ირანის და ჩინეთის საფრთხეები. ამის ფონზე რას აკეთებს ქართული ოცნება? ქართული ოცნების პირველი ინსტინქტი არის ხოლმე დაარტყას თავისი ძალიან დაბალი დონის პროპაგანდით ადამიანებს, რომლებიც ამ სფეროში არიან ლიდერები, ამ სფეროში არიან ჩართულები, მაგალითად ჯო უილსონს, რომელსაც ეძახიან დახელფასებულებს და ნახეთ დახელფასებულმა ჯო უილსონმა რა შეძლო ქართული ოცნების წინააღმდეგ. ამ აქტს, რომელსაც პენტაგონი აუცილებლად გაითვალისწინებს და 2027 წლის სავალდებულო აქტივობებს შორის იქნება დაზვერვის დოკუმენტის მომზადება, წინ უძღოდა მეგობარი აქტი, რომელიც გაცილებით უფრო მსუბუქი იყო ქართული ოცნებისთვის თავისი შინაარსით, მაგრამ მეგობარი აქტი დაიბლოკა, შეფერხდა რამდენიმე მიზეზიდან გამომდინარე. ერთ-ერთი მიზეზი იყო ლობისტური კამპანია, რომელიც საქართველოში არსებულმა კომპანია ფრონტერამ აწარმოა ერთ-ერთი ტეხასელი სენატორის ხელის მეშვეობით. თუმცა გუშინდელმა დღემ აჩვენა, რომ ამ ლობისტურმა კამპანიამ დიდი შედეგი არ გამოიღო ქართული ოცნებისთვის და პირიქით უფრო გაუმძიმა მათ სიტუაცია. რაც შეეხება იმ აქტს, რომელიც გუშინ მიიღო სენატმა, სხვათა შორის ძალიან დიდი მხარდაჭერით, ქართული ოცნება გაცდა ამერიკისთვის დემოკრატიის ხელმყოფი ხელისუფლების როლს და დღეს გაცილებით უფრო დიდ საფრთხეთ აღიქმება საფრთხეთ, რომელიც არის პირდაპირ დაკავშირებული ამერიკის ამერიკის მიერ ორ ყველაზე მტრულად განწყობილ სახელმწიფოებთან. ეს არის ირანი და ჩინეთი. ამის ფონზე რას აკეთებს ქართული ოცნება? იმის ნაცვლად, რომ თითქოს დაალაგოს ამერიკასთან ურთიერთობა, რასაც ცდილობენ არა პოლიტიკის და ვექტორის შეცვლით, არამედ ლობისტებთან ურთიერთობით და ზუსტად ამიტომ დაანონსეს ტრამპის თაუერის მშენებლობა საქართველოში, რომელიც ან შედგება, ან ვერა. ზუსტად ამიტომ დაანონსეს ის, რომ თითქოს სან-ფრანცისკოში გაიხსნა ტექნოლოგიური ჰაბი, რაც უბრალოდ ნიშნავს, რომ ერთი ოთახი გახსნეს ზარზეიმით და მიიწვიეს იქ ქართველები და უცხოელები, მეტი იქ არაფერი არ მოხდება და ამის საპირწონედ იღებენ კიდევ უფრო დამძიმებულ სიტუაციას და დამძიმებულ ურთიერთობას ამერიკელებთან. ქართული ოცნების message box-ი, რომელიც უკვე 2 წელია დამოკლეს מחვილივით მათ თავზე კიდია, რომ თითქოს ისინი ამერიკასთან ურთიერთობას ალაგებენ, უფრო და უფრო კომიკური და სასაცილო ხდება, იმიტომ რომ ყოველი შემდეგი ნაბიჯი მარკ რუბიოს პასუხიდან დაწყებული ამ ახალი შესწორებით დამთავრებული, ბევრად უფრო რთულ მდგომარეობაში აყენებს ქართულ ოცნებას და ბევრად უფრო ართულებს მათ ამ თითქოს გადატვირთვის და დაალაგების შესაძლებლობას. ამის პარალელურად ირაკლი კობახიძე გამოდის და ამბობს, რომ ჩინეთთან ამ ქვეყანამ შეძლო სტრატეგიული ურთიერთობის გაფორმება. მე მაქვს ერთი კითხვა. რამდენად შეუძლია ქართულ ოცნებას გაიაზროს, რომ ორ სკამზე ჯდომა მათთვის არის ყველაზე არამომგებიანი, იმიტომ რომ წარმოუდგენელია, რომ შენ ერთდროულად ემსახურებოდა ირანს, ჩინეთს და ამ დროს ურთიერთობების დაალაგებას ცდილობდი ამერიკასთან. ეხლა გადავიდეთ ჩემს საყვარელ თემაზე, რომელთაც მთელი კვირა ვერთობი, ბიძინათ მადიდებლების ქრონიკა. დავიწყოთ იქიდან, რომ
გაკოტრების პირას, კი არა, გადაშენების პირას მყოფმა ქართულმა ოცნებამ. ჩვენ რეალურად ვართ გადაშენების პირას. გადაწყვიტა, რომ ბოლო ერთი კვირით საინფორმაციო შტურმით აეღოთ ადამიანები და დაემტკიცებინათ ერთგულება თუ რაოდენ დიდი პიროვნებაა ბიძინა ივანიშვილი. პირველ რიგში მათ გამოიყვანეს მათი ყველაზე ძიმეწონიანი ფალავანი, რომელიც ცნობილია გელგესლა გამონათქვამების ადამიანების მიმართ, თეა წულუკიანი და დებატებში მან რამდენჯერმე ახსენა, როგორი მადლიერები უნდა ვიყოთ ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის წევრებისაც, აღმოჩნდა რომ მათი ვალიც გვაქვს, იმიტომ რომ გარდა იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილმა თავისი თავი შესწირა ჩვენ ქვეყანაზე ზრუნვას, თურმე მის მეუღლესაც აუღია თავის თავზე ეს მძიმე ვალდებულება და უთქვამს, რომ ჩემ ქმარს თუ ვინმე მოკლავს, მე აქვარო. ქალს მოუწია გამოსვლა ინტერვიუთი უმძიმეს მომენტში, რომ ჩემ ქმარს თუ მოკლავთ, მე აქ ვარ ცოცხალი და ბრძოლას გავაგრძელებო. აი ეს თქვა ივანიშვილის მეუღლემ. ბიძინა ივანიშვილის დინასტიური მმართველობის სურვილი ჩვენ არაერთხელ დავინახეთ, ამაზე ცალკე ვისაუბრებთ, როდესაც ცოტნე ივანიშვილს წინასწარ ორგანიზებული, დალაგებული, დავარცხნილი შეხვედრების ფონზე ატარებენ და აჩვენებენ, რომ ეს არის საქართველოს ხსნის ახალი გზა. ამაზე წინა გადაცემაში ვისაუბრე და იმდენად გავაცოფე ტროლები და იმდენად გავაცოფე პროპაგანდისტული მედია, რომ ისევ მინდა დაუბრუნდე ამ თემას და მინდა ვთქვა, რომ დიქტატორების ბოლო წლები გამოირჩეოდა მათი შვილების აქტიურობით, თითქოს ისინი ცდილობენ მათი შვილებით უფრო რბილძალად ჩაენაცვლებინა ეს ყველაფერი, განსაკუთრებით კომიკურია, როდესაც ამას აკეთებს ცოტნე ივანიშვილი, ადამიანს, რომელსაც დარწმუნებულია, რომ არც ერთი ნაცნობი არ ყავს იმ ქართულ ახალგაზრდებში, რომლებსაც რეალურად წარმოვადგენთ ჩვენ. ეხლა დაუბრუნდები ბიძინა თაყვანისმცემლობის კვირეულს, რომელიც გაგრძელდა და გრძელდება დღეს კიდეც. გამოაგორეს ისტორიკოსი ვაჟა ბერიძე, რომელმაც თქვა, რომ ორი ადამიანი ვიციო, რომელმაცო საკუთარი განძიო შესწირა ქვეყანასო, ეს არის ფარნავაზი და ბიძინა ივანიშვილიო. მადლობა ეთქმის ამ კაცს და ჩვენ თავს მივხედოთ ისე, რომ ბიძინა ბოლომდე არ შევიწიროთ. იმიტომ რომ საქართველოს ისტორიაში ორი კაცი იყო სულ, ვინც დიდი განძი იპოვა და ქვეყანას მოახმარა. ერთი ფარნავაზი იყო ეს ქვეყანა შექმნა. ისტორიკოსი ვარ მე და რაღაცა დამეჯერება ხანდახან. და მეორე ბიძინა ივანიშვილია იმანაც კასპის მახლობლად კლდეში არა, მაგრამ რუსეთში ფაქტიურად იგივე კლდე იყო, მაშინ მოხვეთა ეს ფული ჩამოიტანა და ამ ქვეყანაში ხარჯავს. გარდა იმისა, რომ პარადოქსია, რომ ფარნავაზი ჩვენი სახელმწიფო ბრიობის დამფუძნებელი და ბიძინა ივანიშვილი ერთ პარადიგმაში მოიხსენიო, მეორეს მხრივ რა განძზე არის საუბარი, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა ამ ქვეყანაში დახარჯა. ძალიან დიდი უკმაყოფილება გამოიწვია პროპაგანდისტული მედიის იმანაც, რომ ადამიანებმა დაინახეს, რომ არანაირი ქველმოქმედება ბიძინა ივანიშვილს ამ ქვეყანაში არ ჩაუდენია. ეს იყო მისი ძალიან კარგად წინასწარ დაგეგმილი სტრატეგია და ინვესტიცია. ამაზე შემოგივარდებიან და გეტყვია, რომ ბიძინა ივანიშვილმა ააშენა სამება. სამებას აშენებდა ქართველი ერი და ამ ადამიანებმა თითო ლარი ვისაც რა შეეძლო, თითო ლარი ჩადეს ამ მართლა ძალიან მნიშვნელოვან საქმეში, ზუსტად იგივენაირად, როგორც ამ ადამიანებმა გაიღეს საკუთარი სახსრები დუშინის სინდრომის მქონე ბავშვების გადასარჩენად. რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილმა მეტი აიღო, მაგრამ მეტიც ამოიღო, თუნდაც საყდრიცის აფეთქებით და თუნდაც იმ გარემოთი, რომელიც მან შექმნა, რომ სანქციების თავიდან არიდებით ძალიან დიდი შავი ფული იშოვა თვითონ და მისმა ოჯახმა. გუშინდელი პროპაგანდისტული მედია, ასევე სავსე იყო ირაკლი კობახიძის ჩემთვის ცოტა უცნაური განცხადებებით, როდესაც ის ამბობდა, რომ ამერიკელების მთავარ მოთხოვნად არის ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება. ეს იმას გავს, როდესაც გაზის კაცი მოგადგებოდა სახლში და გააღებდი კარს და გეტყოდა, რომ უფროსი ხო არ არის სახლში ვინმეს, იმიტომ რომ მიხვდებოდა, რომ შენთან საუბარს აზრი არ ქონდა, თუმცა რამდენად დაუჯერებელია, რომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი საკუთარ თავს თulis იმდენად უმნიშვნელო პაიკად, რომ გამოდის და ტელევიზიით აცხადებს, რომ ჩემთან საუბარი ამერიკელებს არ უნდათ, ითხოვენ ბიძინა ივანიშვილს. ბიძინა ივანიშვილს თხოვდნენ იმ შეხვედრაზე პოლიტიკაში დაბრუნებას და ხელისუფლებაზე ზემოქმედებას. მე მგონა უში გვითხრებოდნენ, თურმე არა, ზემოქმედებას თხოვდნენ, ამათ არ იციან რა უნდა გაკეთდეს. ცხადია, ამ ყველაფრის მიზეზი სულ სხვა რამეა, მაგრამ ერთი არის მიზეზი და მეორე არის ის ფროიდისტული წამოცდენა, რაც სხვათა შორის ირაკლი კობახიძეს რამდენჯერმე მოუვიდა, როგორც ფროიდი ამბობდა
ჩვენი ქვეცნობიერი, ჩვენ ყველაზე უხერხულ მომენტში გაგცემს და ზუსტად ამაზე იყო საუბარი, როდესაც რუბიოსთან დიალოგი მან შეაფასა, რომ ერთი არის რაც ამერიკას უნდა და მეორე არის რაც მამას უნდაო. მე არ ვიცი ბიძინა ივანიშვილს მიიჩნევს თუ არა მამად, ფაქტია რომ მიიჩნევს, მაგრამ დარწმუნებული ვარ რომ საქართველოში ძალიან ცოტა ადამიანია, ვინც მამა და მარჩენალის როლში ბიძინა ივანიშვილს მიესალმება ერთი მარტივი მიზეზის გამო, რომ ბიძინა ივანიშვილმა კი არა არჩინა, არამედ გააღარიბა და გააღატაკა მთელი ეს ქვეყანა. ეს კვირა დატვირთული იყო ბევრი პოზიტიური მოვლენით ჩვენი ქვეყნისთვის და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე პოზიტიური მოვლენა არის პრორუსული ძალების სრული მარცხი სომხეთში და ეს იყო ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და გარდამტეხი არჩევნები პირველ რიგში სომხეთისთვის და ასევე საქართველოსთვის. გაძლიერებული შანტაჟის, გაძლიერებული მუქარის და აბაუმიგინდა რიტორიკის ფონზე სომხებმა შეძლეს ის, რაც სამწუხაროდ ვერ შევძელით ქართველებმა 2012 წელს არ გადადგეს ნაბიჯი იმ დიდ ჭაობში, რომელშიც ჩვენ ახლა ვიმყოფებით. თუმცა ყველაზე დასანანი ერთის მხრივ მადლიერებით ვარ ამ ერის მიმართ, რომ შეძლო და დაინახა ის ყველაფერი, რაც ჩვენ ვერ დავინახეთ, მაგრამ ყველაზე მეტად წდებოდა გული, როდესაც ვკითხულობდი ჩვენი მეგობარი სომხების გამოსვლებს და ისინი ამბობდნენ, რომ ჩვენ იგივე შეცდომას არ დაუშვებთ, რაც დაუშვეს ქართველებმა, მაგრამ ძალიან მიხარია, რომ ამ შეცდომის აღიარება უკვე დაიწყო ყველა იმ ადამიანმა, ჩემს ირგვლივ, ვინც თუნდაც 2012 წელს ქართულ ოცნებას მისცა ხმა. დღეს აქ რომ მოვდიოდი, ჩავჯექი ტაქსში და გავხსენი ჩემი საყვარელი ვიდეო, რომელიც ამ გადაცემისთვის მინდა რომ გამოვიყენო, სადაც ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ მე ძუნწი კაცი ვარო და კარტოფილის ახალ ჯიშის გამოყვანაზე საუბრობს. ნახეთ, როგორი ჯიშის კარტოფილი გამოვიყვანეთ და როგორ ვახერხეთ საუკეთესო ელიტური ჯიშის მარცვლეულის გამოყვანასაც და როგორ ეს უფასოდ დაურიგდება გაისისთვის უკვე კარტოფილი მთელ საქართველოს ეყოფა იმდენი გამოვიყვანეთ ელიტური ჯიში, ამას რამდენიმე წელიწადი დაჭირდა რომ იცოდეთ. და კარტოფილის მოსავლიანობა რამდენჯერმე გაიზრდება. მეც ვიცი რა არის კარტოფილი და ჩვენ წლიდან წლობამდე ვიღებდით კარტოფილს, ნაწილს ვიტოვებდით სოფელში და მეორე ნაწილს ბუდნიდით. 3 წლის შემდეგ იწყებს თესლი დაკნინებას და იმას ის მოსავლიანობა აღარ აქვს და აი ეს პროცესები ავითვისეთ, მომავალში ამას გავაღრმავებთ და ესე შემდგომ. ამას ვიხსენებ იმისთვის, რომ ნდობა ამაღლდეს, რომ ცარიელი სიტყვებით არ მოვდივართ და რასაც გპირდებით აუცილებლად გავაკეთეთ. მე ძალიან ძუნწი კაცი ვარ დაპირებებში. სხვა რამეში არა ვარ ძუნწი, დაპირებებში ძალიან ძუნწი კაცი ვარ. ტაქსის მსხვილს აუტყდა სიცილი და მითხრა, რომ მე ვიყავი ის ადამიანი, ვინც 2012 წელს ქართულ ოცნებას მისცა ხმაო, მაგრამ პირველი ადამიანი ვარო, რომელიც ყოველთვის იტყვის იმას, რომ ჩვენ ქართულმა ოცნებამ მოგვატყუაო და ძალიან მიხარია, რომ ჩემს ირგვლივ ის ადამიანები, ვინც ტრადიციულად აღიქმებოდნენ მთავრობის მომხრეებად, აბსოლუტურად შეცვლილი რიტორიკით არიან წარმოდგენილები. ეხლა დაუბრუნდეთ ისევ ფაშინიანს და მის საარჩევნო კამპანიას, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ თანამედროვე საარჩევნო კამპანიებში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია თავისი პოლიტიკური კლასით და გადააზრებით თუ რა სურს თანამედროვე ადამიანს პოლიტიკისგან. მე ძალიან შორს ვარ იმ აზრისგან, რომ საქართველოში დღეს არის ისეთი სიტუაცია, როგორც სომხეთში, სამწუხაროდ ეს არ არის სიმართლე, იმიტომ რომ ჩვენთან არჩევნები არის მიტაცებული და ოპოზიციური პოლიტიკური ლიდერები გამოგონილი ბრალდებით სხედან ციხეში. თუმცა ბევრი რამის სწავლა შეიძლება თვითონ საკომუნიკაციოდ როგორ გამოიყენა ფაშინიანმა TikTok-ი, როგორც მისი ძირითადი პლატფორმა. ის გაცდა ტრადიციულ პოლიტიკური კომუნიკაციის მეთოდებს, როდესაც პოლიტიკური ლიდერი უნდა ასხივებდეს რაღაც არარსებულ ძალაუფლებას, უნდა ცდილობდეს, რომ იყოს რაღაც განსაკუთრებულად ერის მამის როლიდან მოსაუბრე და დაუწყო ადამიანებს მათი ტელეფონის ეკრანიდან საუბარი. ფაშინიანი გველაპარაკებოდა ყოველდღიურ პრობლემებზე, ის გვიზიარებდა მის საყვარელ მუსიკას, ის მიირთმევდა საკვებს ავტობუსში, ეს ვიდეოები განსაკუთრებით პოპულარული გახდა, იმიტომ რომ ეგრეთ წოდებული მუკბანგინგი, ანუ საჭმლის მიირთმევა ეკრანის წინაშე არის ერთ-ერთი ყველაზე ახალი ტრენდი, მაგრამ ამ ყველაფერს ჰქონდა თავისი დატვირთვა. თანამედროვე სამყაროში ადამიანებს უნდათ, რომ პოლიტიკოსები დაინახონ არა მამა მარჩენალის როლიდან, როგორცაც ქართული ოცნება
ცდილობს რომ ბიძინა ივანიშვილი ალბათ წარმოაჩინოს ადამიანმა რომელმაც გაღლიტა ეს ქვეყანა არამედ ადამიანთან რომელიც იქნება ანგარიშვალდებული საკუთარი სიტყვების წინაშე ადამიანი რომელთანაც ურთიერთობა შესაძლებელი იქნება მარტივად საკომუნიკაციო სხვადასხვა საკომუნიკაციო არხით ფაშინიანმა ეს შეძლო და შეძლო ძალიან რთულ მომენტებშიც კი და ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე რომ ადამიანს აქვს გამძლეობა და პასუხისმგებლობა იმ ხალხის წინაშე ვინც მასთან გააფორმა ეგრეთ წოდებული სოციალური კონტრაქტი, რაც ამ შემთხვევაში გულისხმობს მის გამარჯვებას არჩევნებში. თანამედროვე ადამიანები აღარ უყურებენ პოლიტიკას, როგორც მაგალითად უყურებდნენ მასწავლებლებს 80-იან წლებში, რომ ისინი საპირფარეშოშიც არ დადიოდნენ. პოლიტიკოსები არიან ჩვენნაირი ადამიანები და აქ საგანგებოდ ვახსენე კონტრაქტი, იმიტომ რომ ჩვენ ვუდებთ მათ კონტრაქტს, რომლის გაწყვეტა 4 წლის განმავლობაში არ შეგვიძლია იმისთვის, რომ ჩვენი ინტერესები წარმოადგინონ. რაც უფრო ზეაღმატებულად და შორს დგას ჩვენგან ადამიანი, მით უფრო რთულია ამ კონტრაქტის პირობების შეხსენება. ზუსტად ეს შეძლო ფაშინიანმა და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, შეძლო ახალგაზრდების მობრუნება პოლიტიკაში. ქართულ პოლიტიკას კიდევ ამბობ, ჩემი ამოცანა არ არის ოპოზიციის კრიტიკა, იმიტომ რომ ოპოზიცია დღეს არ არის ისეთ მდგომარეობაში, რომ ვინმე მაკრიტიკოს, მათი მთავარი ლიდერები ციხეში ზიან, მაგრამ ვფიქრობ, რომ ქართულმა ოპოზიციამაც შეიძლება ისწავლოს კომუნიკაცია მარტივი და გულწრფელი გზით. აქ არ არის საუბარი იმაზე, რომ შენ მაინც და მაინც რაღაც მოიგონო სიტუაციები, როდესაც უფრო დარჩე ადამიანური წახვიდე და რაღაც ძაღლებს აჭამო თუ შენთვის ეს არ არის პრიორიტეტული თემა, მაგრამ მნიშვნელოვანია რომ შენი ყოველდღიურობა და პოლიტიკა დააკავშირო ერთმანეთთან. ზუსტად ეს შეძლო ფაშინიანმა და აი ამ სიმბოლური დაფარული მესიჯებით, მაგალითად, როდესაც საუბარი იყო რომ მარწყვი შეტანა შეწყვიტეს რუსეთში სომხებმა, ის ადგა და მარწყვი მიირთვა ამ სიმბოლური მესიჯებით აჩვენებდა ადამიანებს, რომ ზუსტად იგივენაირად აწუხებს ქვეყნის ბედი, როგორც სომხეთის ნებისმიერ მოქალაქეს. მეორე რაც ფაშინიანმა გააკეთა, მან შეძლო კრიზისული სიტუაციების სათავისოდ გამოყენება. ალბათ ყველას გახსოვთ ის ვიდეო, სადაც მისი ერთ-ერთი მოწინააღმდეგე ფაშინიანს აბრალებს ყარაბაღის ჩაბარებას და ამასთან დაკავშირებით საკმაოდ უხეში გამონათქვამები მოუწია ფაშინიანს, უბრალოდ საკმაოდ უხეშად ესაუბრა ამ ქალბატონს, მაგრამ შემდეგ მიხვდა და ბოდიში მოიხადა, იმიტომ რომ ამ ქალბატონის შვილი იყო გარდაცვლილი ომში და მისთვის ეს საკითხი ძალიან სენსიტიური იყო. მოკლედ ამის ფონზე ბიძინა ივანიშვილის მუარული დუშკანბეიდნით სიარული და ცოტნე ივანიშვილი, რომელიც გაცილებით ახალგაზრდა ვიდრე არის ფაშინიანი, იმ თავისი ანტურაჟით, ბაჩოს და გურის ჩათვლით წინასწარ დადგმული სპექტაკლებით მართლა ძალიან სასაცილოდ გამოიყურება და დარწმუნებული ვარ, რომ ქართულ ხალხს, როდესაც ექნება შესაძლებლობაში გულისხმობ არამიტაცებული არჩევნები, ზუსტად იგივენაირ თავისუფალ ახალგაზრდა და ლაღ ლიდერს აირჩევენ, როგორებიც არიან დღეს თანამედროვე პოლიტიკაში. მეფე შიშველია, ალბათ ყველას გახსოვთ ეს ზღაპარი, რომელიც არის ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ალეგორია, როგორ შეიძლება ძალაუფლება უცებ ჩამოიქცეს. ძალაუფლების სწრაფი ჩამოქცევის გზა არის ყოველთვის მოულოდნელი, იმიტომ რომ ადამიანები ამას არ ელოდებიან და ალბათ ყველას გახსოვთ ცისფერფთებში ფრაზა ბიაზი გასკდა, რომელიც თითქოს და რაღაცა სისტემის ნგრევასთან არის დაკავშირებული და ის ხუხულა შენობა, ზუსტად ისეთივე შეკოწიწებული როგორც ქართული ოცნების პროპაგანდა, როგორ ინგრევა ადამიანების თავზე. რატო ახსენე ეს ყველაფერი? ყველაზე დიდი ძალა ამ სიტუაციაში აქვს იუმორს და ადამიანების იუმორით დანახვას, იმიტომ რომ მეფე შიშველიას არ იყოს, როდესაც მეფე დაინახეს ისე, როგორც ის გამოიყურებოდა, ცხადი ალეგორიაა და არავის არ უსურვებ, რომ ქართული ოცნების წარმომადგენლები იგივე მდგომარეობაში რეალურად ნახოს, ადამიანებმა დაიწყეს სიცილი. ზუსტად ეს სიცილი აღიზიანებს ყველაზე მეტად ქართულ ოცნებას. თუ თქვენ გადახავდავთ პროპაგანდისტულ მედიას, ყველაზე დიდი შემოსევა ტროლების არის იქ, სადაც ჩვენ დავცინით ქართული ოცნების ძალაუფლებას. ხშირად ქართული ოცნების ტროლების მესეჯ ბოქსი არის, რომ მოგცლიათ, მეტი საქმე არა გაქვთ, მაქამდე უნდა მიხვიდე, რომ ილაპარაკო, მე კიდე ყველა ჩემ მეგობარს მინდა ვუთხრა ესეთი რამ. სარკაზმი და სიცილი არის ძალაუფლების დამარცხების ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი გზა. მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცნება ცდილობს სხვადასხვა კანონმდებლობით, რომ
ადამიანებს შეუზღუდოს საკუთარი აზრის გამოხატვა, დარწმუნებული ვარ, რომ აქამდე ისინი ვერ მივლენ, ამიტომ რაც უფრო მეტად დაიგდებთ, აბუჩათ იმ ხელოვნურად შექმნილ ძალაუფლების და სიძლიერის მანტრას, რომელიც ქართულ ოცნებას აქვთ, მით უფრო მალე დამარცხდებიან ეს ადამიანები. ეს იყო თეონა ბაღდავაძე, აუცილებლად გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი უმრავლესობა და დაელოდეთ ძალიან საინტერესო გადაცემებს.